მოგესალმებით, მივესალმებით ელემაყურებელს. დიახ, მეც აი პარალელურ რეჟიმში უსმენდი სუში ჩატარებულ ბრიფინგს და არ ვიცი, ვინმე შეერა ამ ქვეყანაში, რომ რეალურად ბრძოლა მიდის კორუფციასთან. ეს ყველაფერი არის ფარსი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი კორუფციონერი ამ ქვეყანაში, მან შექმნა სწორედაც ეს კორუფციული პირამიდა და ის იჭერს მხოლოდ ორი მიმართულებით ადამიანებს. ვინც მასთან შეუთანხმებლად მოიპარა ფული და ეს ფული არ მიიტანა მასთან, ეს ერთი და მეორე ვის პოლიტიკურ ერთგულებაშიც ეჭვი შეეპარა. თორემ მისთვის კორუფცია პრობლემა კი არ არის, პირიქით ეს არის ხელისუფლებაში ყოფნის ერთ-ერთი საშუალება, ყველა გასვაროს, ყველა კორუფციაში ჩაფლოს, ყველაზე კომპრომატები შეაგროვოს, რომ საჭირო დროს როცა დაჭირდება, დაატუსაღოს, დაიჭიროს, დაატყვევოს, არ ვიცი, დააშანტაჟოს და ასე შემდეგ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ფარსი, რაც ყველაფერი ხდება. კი ვიძახით ჩვენ და ვთქვით, როგორც ჩანს უახლოვდებიან ქარცელაძეს, შემდგომ იქნება ალბათ აზარაშვილი ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, ღარიბაშვილი და მისი გარემოცვა. კიდევ ერთხელ ვიძახი, ვისთანაც აქვს პრეტენზია, რომ ის ფული, რომელიც მოიპარეს, სათანადო წილი არ მიიტანეს ბორია ივანიშვილთან. და მეორე ვიზეც აქ ეჭვი, რომ გაედინება ინფორმაცია, აღარ უნდა ბიძინა ივანიშვილის ყოფნა ამ ხელისუფლებაში, მათ პოლიტიკურ ერთგულებაში შეეპარათ ეჭვი და ამიტომ ნელ-ნელა უვლის ატარებს სპეცსამსახურების ენაზე ეგრეთ წოდებულ ოპერატიულ ექსპერიმენტს, ვინ როგორ მოიქცევა და იმის მიხედვით საჭირო დროს მათაც დაიჭერს და დააკავებს. აი, რამდენიმე დღის წინ ასევე ჩვენ ვნახეთ, აი ძალიან სკანდალური ინფორმაცია, რომ თითქმის 2 მილიარდი ლარი, ხო, 624 მილიონი დოლარი და 35 მილიონი ევრო ფულის გათეთრების საქმეო, დიდი კორუფციული სკანდალიო და საბოლოოდ რა აღმოჩნდა, რომ ადამიანს ჯიხური კი არა, აი სარდაფი ქონდა, ნაქირავები 10 კვადრატული მეტრი და ის დაიჭირეს. ანუ 2 მილიარდი ევრო თეთრდებოდაო. გადიოდაო რუსეთშიო, რუსეთიდან შემოდიოდა და გადიოდაო და ბრალი არ წაუყენეს და კითხვები არ გაუჩნდათ, მათ შორის დაუშვათ სასაზღვრო პოლიციასთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან, ან ფინანსთა მინისტრთან, ან არ ვიცი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან. ეს ყველაფერი არის ერთი დიდი სპექტაკლი, ვითომ და კორუფციასთან ბრძოლა. სინამდვილეში ხალხო, აი ამის სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ 4 ოქტომბერს ყველანი ერთად, რაც შეიძლება ბევრი, რომ თავარი კორუმპირებული ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, მისი კორუმპირებული მთავრობიანად გავისტუმროთ ყველამ ერთად მშვიდობიანი დამხობის და მშვიდობიანი რევოლუციის გზით. მე ამის განცხადება ვახსენე და ყველა ჩვენი მეგობარი ამ განცხადებას აკეთებს. სუსის განცხადების ის ნაწილი ვახსენეთ, სადაც ითქვა, რომ ყველას ვისაც მიღებული აქვს მონაწილეობა კორუფციაში, თანამშრომლობა იქნება შეღავათი ყველასთვის. აი, როგორ ფიქრობ, ეს არის მოკლე გზა, რომ მივიდეს ძიება პირველ პირებამდე? ანუ აი რა ტიპის შეთავაზება არის, რომ აი მოდით მიეცით ჩვენება, ვიზე რა იცით მოყევით, თქვენ გექნებათ შეღავათი, ხოლო ჩვენ გვექნება ხსნილი გზა ამ პირების დასაჭერად. ანუ აი რეალურად ჩვენ ვიცით ხომ, ასეთ ხმაურიან საქმეებზე პოლიტიკური ნება არის კრიტიკული. ანუ მივა თუ არ მივა ძიება პირველ პირებამდე, ამას როგორც წესით პოლიტიკური ნება უნდა სჭირდებოდეს და არსებობს მოკლე და უფრო მოკლე გზები, მაგრამ რამდენად მივა ეს საქმე იქამდე, ეს ამას ყველა ერთად ვნახავთ, მაგრამ აი თავად ამ იდეაზე რისი თქმა შეგიძლია, ირაკლი, აი რატომ დასჭირდათ, რომ ესე ითქვათ, ითანამშრომლეთ? კი. გავიგე კითხვა. ნუ რა თქმა უნდა, ეს იყო მოწოდება, რომ ითანამშრომლეთ, დაადეთ ხელი თქვენს ზემდგომებს, იქნება ეს მინისტრი, იქნება ეს პრემიერ-მინისტრები, რომ გქონდეს უფრო მყარი საფუძველი მათ დასაკავებლათო, იმიტომ რომ სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილს რა თქმა უნდა ძალიან უნდა დაჭერა, იქნება ეს ღარიბაშვილი, იქნება ეს ლილუაშვილი, იქნება ეს არ ვიცი გომელაური, რიჟვაძე თუ ასე შემდეგ, მაგრამ ვერ ბედავს, რომ ყველას მათ წინააღმდეგ აქვს კომპრომატები. ხა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილს არ კონდეს მილიონი კადრი მათ პირად ცხოვრებაზე თუ კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით. ხო, იგივე გომელაური, რომელიც მისი დაცვის უფროსი იყო, ხო? იგივე რიჟვაძე, რომელიც რა ვიცი, თვითმკვლელობას ცადა, მაგრამ ეხლა იქიდან უთulis რომ დამიჭერთ, დამკითხავთ, დედას გიტირებთ. იგივე შეუბრება ფარცხალაძე რუსეთიდან სხვათა შორის ყველა სკანდალური საქმე, რომელიც იკერებოდა პროკურატურაში, შეუძლია ამ ადამიანს თამამად ლაპარაკი. ეშინია კახი კალაძესა და იძახის რომ აი მე კი კორუფციაში ვარ, მაგრამ დამიჭერთ აგერ კადიროველები მყავს დაკავებული. ამიტომ ხალხო, კი გეუბნევათ ქართული ოცნება, რომ ითანამშრომლეთ, რომ ღარიბაშვილი დავიჭირო, აზარაშვილი და ქარცელაძე და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენც გეუბნევით 4 ოქტომბრამდე
ითანამშრომლეთ ქართულ ხალხთან. თქვენ გაქვთ უამრავი მტკიცებულება, უამრავი გაშიფრული სქემა, გამოიტანეთ საჯაროდ სახალხოდ ეს მტკიცებულებები, რომ 4 ოქტომბრის შემდგომ, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება და ეს აუცილებლად მოხდება მშვიდობიანი დროშების რევოლუციის გზით, არა ძალადობრივი გზით, რასაც გვაბრალებენ სხვათა შორის ყოველდღიურად, რომ თქვენ გქონდეთ ნამდვილი შეღავათი. თქვენ ისარგებლოთ სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რომ ხალხმა გაიგოს რეალურად ვისთან გქონდა ამ წლების განმავლობაში საქმე. ამიტომ გამოსავალი მარტივია სინამდვილეში. ბიძინა ივანიშვილს თქვენთვის მაღალჩინოსნებისთვის განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს. სასამართლო ამ კაცს რო არ დაჭირდება, იმიტომ რომ ყველაფერი ცხადია ესედაც რომ სასამართლო ამ ქვეყანაში არ არსებობს და ლევან ხაბეიშვილის საქმემაც, პროკურატურამაც, სუსმაც, მოსამართლემაც ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ დაადასტურა, იმიტომ რომ ჩვენ მანამდეც არაერთი სკანდალური საქმე ვნახეთ, არაერთი პოლიტიზირებული საქმე ვნახეთ, დაწყებული მიხეილ სააკაშვილი და დამთავრებული ბოლოს ელენე ხოშტარიათი. ჩვენ ვიცით რომ ყველა პოლიტიკური სარჩული ყავთ დაკავებული ყავთ უამრავი სინდისის პატიმარი და ყველა ეს ადამიანი 4 ოქტომბრის საღამოდან, აი 5-ში დილიდან უნდა იყვნენ თავისუფლებაზე და მათი ადგილები უნდა დაიკავონ იმ ადამიანებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ყლებდნენ, ამცირებდნენ, ქონებას ართმევდნენ, მიწებს ართმევდნენ, ტყეებს ართმევდნენ, ზღვას იტაცებდნენ. ყველა ამ ადამიანმა კაპიკ ქართულ ხალხს უნდა დაუბრუნოს ყველა თეთრი, ყველა კვადრატული მეტრი მიწა. ჩვენ არ გვსურს შურისძიება, ჩვენთვის მამოძრავებელი მოტივი ეს არ არის. ჩვენთვის მთავარია, რომ ყველა კორუმპირებულმა ადამიანმა ბოლო თეთრამდე დააბრუნოს ფული ბიუჯეტში, რომ პენსიონერებს ჰქონდეთ ღირსეული პენსია, ევროპული პენსია, ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება, სტუდენტებს ჰქონდეთ ღირსეული განათლება, ხალხი, არ ვიცი, პენსიონერები წამლის რიგში არიდნენ, ხურდებს არიდნენ, აფთიაქში წნევის წამალი როგორ იყიდონ, ინფრასტრუქტურა ჰქონდეთ ნორმალური, სასამართლო ჰქონდეთ ნორმალური, პოლიციელს და ჯარისკაცს მათ შორის ყველა იმ ადამიანს, ვინც ღირსეულად ემსახურება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სამშობლოს, ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო პირობა, ნორმალური ხელფასი, ნორმალური პრემიაც ჯილოს და არა ისე როგორც ამცირებენ და სამარცხვინო საქმეებს აკეთებინებენ. აი ლევან ხაბეიშვილის ლევანზე გითხარი ირაკლი რა ხდება? სპეცრაზმელები, რომლებიც დაამცირეს, აბუჩათ აიგდეს და სუსმა, აი მართლა ეს ადამიანები ბოდიში და აქცია არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო, მართალი კაცის წინააღმდეგ დააწყებინეს ნასეთკობა იმის მაგივრად რომ ღირსეული საქმე აკეთონ და ქვეყანას ემსახურონ, ხო? მას სპეცრაზმელებზეც ყველაფერი ვიცი, დაწყებული მათი ოჯახებიდან, დამთავრებული მათი საქმიანობიდან, კი არავის ვერ ვიქრები, მაგრამ ხალხო, აი ეს პატარა ეს ქვეყანა. ჩვენ არ გვინდა აი მათ შორის აი ეს სამი სპეცრაზმელი როგორც დაამცირეს და სამარცხვინო ჩვენებები მიაცემინეს, არ გვინდა რომ გედედეს არც ერთი თანამშრომელი იყოს ესეთი დამცირებული. არც ერთი პოლიციელი არ გვინდა რომ იყოს დამცირებული. სუსში არ გვინდა რომ აი ესეთი სამარცხვინო ბრიფინგები ატარონ და ემსახურებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოებას. კონტრდაზო რა მუშაობდეს, მაგრამ ანტიტერორისტული მუშაობდეს, მაგრამ ქვეყნის რეალურ სამსახურში იყვნენ და არა ბიძინას სამსახურში. მშვიდობაო, რო გველაპარაკებიან. ამათ მშვიდობა მართლა ხალხისთვის კი არ უნდათ, რომ ოჯახში იყოს მშვიდობა, რომ ადამიანი ყოველდღე იმას აფიქრობდეს, რომ სახში პური როგორ მიუტანოს ბავშვებს, ან კომუნალური როგორ გადაიხადოს, ან სესხები როგორ გადაიხადოს, მართლა სესხებში რო იხჩება თველი ქვეყანა. მათთვის მშვიდობა ნიშნავს ბიძინას მშვიდ ძილს, მეც არაფერს. და ჩვენთვის მშვიდობა ნიშნავს რეალურად იმას, რომ ბავშვს აქვს სახში საჭმელი და 100,000 ბავშვი ქვეყანაში არ შიმშილობს. რომ ადამიანებს არ უწევთ ქვეყნიდან გაქცევა, რომ კონდეთ, იმიტომ რომ ელემენტარული რუკპაპური გამოუგზავნოს შვილებს, რომ აქ კონდეთ ღირსეული ხელფასი, რომ აქ ღირსეული ჯანდაცვა, ღირსეული განათლება. სწორედ ამიტომ დიახ 4-ში ვიქნებით, ჯერ რომ არ ყოფილვართ იმდენი, დიახ 4-ში დავიწყებთ და 4-ში დავამთავრებთ, დიახ ეს იქნება არაძალადობრივი შეკრება, იქ ხალხი მოვა არა სასეირნოთ, არამედ საზეიმო და კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად და დიახ 4-ში მშვიდობიანი რევოლუციის გზით დაემხობა და გაიქცევა რუსი ოლიგარქი ივანიშვილის რეჟიმი. ჯილდოებს რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის ხაბეს მიერ გაზღერებული პირობა $200,000 ყველა იმ ღირსეულ პოლიციელს, ღირსეულ სპეცსაზმელს, ვინც არ იძალადებს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ვინც არ დაარღვევს კანონს.
თვალებს არ დათხრის, არ დაასახიჩნებს, წაქცეულ ადამიანს წიხლებს არ ურტყავს, როგორც ეს წინაზე ვნახეთ ჩვენ. ყველა ეს ადამიანი დიახ აუცილებლად მიიღებს $200,000. შესაბამისად, ძალა ერთობაშია, ყველაფერი მაგრად იქნება. ნახეთ ასევე შეშინებული პაპუაშვილის განცხადება, რომ თურმე კითხვის ადრესატი ირღვევა თუ არა ორგანული კანონი, დიახ, ძალადობაზე იქნება პასუხი გაცემული ქართველი ხალხის მიერ და უკვე ხუთშივე ყველა აგებს პასუხს თუ ვინმე გაბედავს და მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ვინც ერთადერთი რამის ბიზნეს გამოიქნებიან გამოსულები. ეს აქცია არავისი არ არის. არც ერთი პოლიტიკური პარტიის, არც ერთი პოლიტიკოსის, მიუხედავად იმისა, რომ ლევან ხაბეიშვილი დაჭერილი და მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო, ეს არის საერთო სახალხო ეროვნული მოძრაობა. ამ მიტინგის უკან, ამ აქციის უკან დგას პაატა ბურჭულაძე, საზოგადოება რუსთაველი და მთავარი მოქმედი პირები იქნებიან ჩვენი მოქალაქეები. ქართველი, გაუტეხელი, გმირი ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ რუსეთში ცხოვრება. და ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგიწოდოთ. არანაირი არჩევნები 4 ოქტომბერს არ არის. ყველა ის ადამიანი, ვინც მოგიწოდებთ, რომ 4-ში არჩევნებზე მიხვიდეთ, ისინი გთავაზობენ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას. ეს ემსახურება ერთადერთ რამეს დავამთავრებ გთხოვთ, ერთადერთ რამეს, რომ ლეგიტიმაცია შემატოს ცოტათი მაინც ბიძინა ემანიშვილს და მის მთავრობას, რომლებსაც არ ვიცი, აი ელემენტარული მინისტერიალზე აღარ მიიწვია საგარეო საქმეთა მინისტრი. მარტო პანაშვიდებზე და გასვენებებში ეპატიჟებიან კობახიძეს, რომ ჭირუსწფალი იყოს და მიცვალებულ წრედა არტყას. აი ესეც სამარცხვინო მდგომარეობაში ჩაგვაგდო ბიძინა ემანიშვილმა. ამიტომ არანაირი ეგრეთ წოდებული არჩევნები პირდაპირ 4-ში რუსთაველზე, რაც შეიძლება ბევრი ქართველ ხალხს ვერავინ ვერ დაამარცხებს და თქვენ იქნებით ის მთავარი მოქმედი პირები, თქვენ იქნებით ის გმირები, რომელიც აწუხელიძის დროშას ამაყად აწევენ და ეტყვიან, რომ ამ დროშაზე შეურაცხყოფას არ მოგაყენებინებთ, ეს დროშა არის ქართველი ხალხის ხელში, მე ვარ საქართველოს იტყვის თითოეული თქვენგანი და მეორე დღიდანვე თქვენი იქნება საქართველოს ევროპული, ძლიანი, ერთიანი, ნამდვილი საქართველოს. დიდი მადლობა ირაკლი, დაგემშვიდობ. მაგრად იქნება 4-ში ვიმარჯვებთ ყველა ერთად.